დღეს 20-30 პატარა მექანიკოს გაგაცნობთ, რომელსაც 11 წლის ასაკში უკვე საკუთარი საქმე და შემოსავალი აქვს. ნახეთ ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟში, რა ასაკში დაინტერესდა ზურიკო დათუნაშვილი ველოსიპედების აწყობით და რა გეგმები აქვს ბიჭს, რომელიც 8 წლიდან აქტიურად შრომობს. თუ კარგი მუშაობა, კვირაში 200-300 ლარი ვრჩება. ამ თანხით მე სხვადასხვა რაღაცებს ვყიდულობ. ზოგჯერ გასართობ მანქანას. ზოგჯერ ნაწილებს, ზოგჯერ საჭმელს ჩემთვის. ჯერ მხოლოდ 11 წლის არის, თუმცა უკვე საკუთარი შემოსავალი და 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ზურიკო დათუნაშვილმა საქმიანობა სათამაშო მანქანების აწყობით დაიწყო. შემდეგ მექანიკოსი მამისგან დაზიანებული ველოსიპედების შეკეთება ისწავლა და ახლა უკვე თბილისში მდებარე ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სახელოსნოში მამასთან ერთად მუშაობს. მე იმას იმიტომ კი არ ვაწყობ, რომ მე ჭირდება და გაყიდვა მინდა და ფული. ვაწყობ იმისთვის, რომ ვისწავლო. მომავალში გამომადგება, ვიცი. და ვაკეთებ მაგიტომ. როცა კლიენტი მოდის, აქ ამ ადგილას ბევრჯერ ადამიანს უყვირდება პატარა ბავშვი როგორ აკეთებს, მაგრამ სიმართლე რო ვთქვათ, მე ჩემთვის ეს იოლია. ერთი-ორჯერ გავაკეთებ ხარისხიანად. უხარისხოდ მე ვერ გავაკეთებ. ზურიკო ყოველდილას სამსახურში მიდის და დღის განმავლობაში დაუღალავად შრომობს. მე-6 კლასის მოსწავლე ამბობს, რომ საქმიანობა სწავლაში ხელს არ უშლის და სამსახურის გამო სკოლას არასდროსაც ცდენს. როცა სკოლაში დასვენება სულ აქ ვარ, მუშაობ და რაღაცებს ვაკეთებ. და როცა სკოლა შაბათ-კვირას ვარ მარტო აქ. როგორც პატარა მექანიკოსი ამბობს, თანატოლებთან თამაში უყვარს, თუმცა დროამისთვის იშვიათად რჩება. სამსახურიდან შინ დაბრუნებულს ეზოში აღარ ამინხვდება. ძალიან არ უნდა ვიღალო, არ შეიძლება რომ ძალიან დავიღალო. გამიჭირდება მე ეს ყველაფერი და ვიღლები მარტივად. 11 წლის ბიჭს წინ დიდი გეგმები და თანატოლებისგან განსხვავებული მიზნები აქვს. სურს, რომ ელექტროინჟინერი გახდეს. ამბობს, რომ გეგმის პირველი ნაწილი, ველოსიპედების ხელობის შესწავლა უკვე შესრულებული აქვს. ახლა მისი მიზანი ვერტმფრენის შეკეთებაა. ასევე გეგმაში მანქანის აწყობა აქვს. იცის, რომ წინ დაუღალავი შრომა ელის, თუმცა 11 წლის ზურიკო ამისთვის მზადაა.